პრობლემა ესაა სწორედ რომ მათ გარდა აგრესიისა, გარდა რეპრესიებისა, ძალის გამოყენებისა სხვა რაიმე რესურსი არ გააჩნიათ. მხოლოდ ამ ინსტრუმენტის გამოყენება შეუძლიათ და საზოგადოებას, რომელიც არ ეშინია, სხვანაირად ვერავით ვერ ერევიან. როგორც ჩანს, მათ შეეშინდათ ეს ახლა ახალი სტრატეგია, რაც აქციის მონაწილეობა შეიმუშავეს, რომ ქუჩა იარონდა, ამით დაუბნიონ მაგალ პოლიციას და ხელისუფლებას ქუჩაში არიაროთო ამას ჯერ ვერ ბედავენ. ტროტუარზეც არიაროთო. რომ ძალიან ბევრი ხალხი შემომოგროვდეს. ამიტომ დაშინები ხალხს დღეს მოხდეს მართლა სამორალური ეს რაც ჩვენ ახლა უყურებთ ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. აი ამ დაშინებით და აი ამ აყვანებით უნდათ ის ხალხი შეაშინონ, ვინ შეიძლება შეუერთდეს მათ. რომ თქვენც ეს მოგელით, რომ არაფერი არ ხდებოდა განსაკუთრებული, რის გამოც ეს ახალგაზრდა ქალბატონები განსაკუთრებით რომ ყოფილიყო მათი დაკავება ახლა გარდაუვალი. ისინი არ ჩხუბობდნენ, პოლიციას არ წინააღმდეგებოდნენ, არანაირად არ გამოხატავდნენ ან შეურაცხყოფას, არაფორმ დაუმორჩილებლობას და მხოლოდ მოძრაობდნენ ქუჩაში და მხოლოდ ამის გამო დააკავეს. ანუ მათ უნდათ შექმნა განაგრძონ შიშით მართვა. არა არ გამოსდით, რაც უფრო მეტი იქნება დაკავებები, მით უმეტე ადამიანი გამოდის აშკარად ჩანს, მაგრამ სხვა არაფერი არ იციან. ან უნდა დათმოს ძალაუფლება, ან უნდა განაგრძონ აი ეს რეპრესიული მანქანის წარმოება, რათა იქნებდა მაინც და ვიღაცა მაინც შეეშინდეს. ამიტომ რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი პრინციპულობა ჩვენი მხრიდან, მეტი სიმტკიცე, რათა ისინი მიხვდნენ, რომ ძალადობას აზრი არ აქვს. ხო, და მეტი სიფრთხილეც, მაგრამ არ ვიცი, აი ხლა მართლაც სრულიად მშვიდობიანი აქცია იყო, ადამიანები მიდიოდნენ წინააღმდეგობას, მათ არავინ უწევდათ და თვითონ აი ეს ბრუტალურად ერთ ხალს 4 პოლიციელი აკავებდა და ჩვენს კორესპონდენტსაც ირაკლი ბახტაძესაც საკმაოდ უხეშად მოექცნენ და მიიღეს კიდეც საკადრისი პასუხი ირაკლის შიშის დათესვის თავარი მომენტი იყო. თავარი არის შიშის დათესვა, თუმცა მგონია რომ შედეგს ვერ მიაღწევენ. აი მოდით ბოდიშს გიხდით, დაუგეგმავად ხდება ცხადია. ყველაფერი ის რაც ხდებოდა და ხდება რუსეთში და ცოტა უფრო კიდევ მეტი. მე მინდა იმ თემას მაინც დავუბრუნდეთ. აი თქვენ ახსენეთ რომ აკეთებენ იმას რაც რუსეთს სურს, ხო? და ფაქტია რომ აქეთკენ მიდის ეს ყველაფერი. ისე იქცევია. აღიარებისკენ მიდის. ისე აღიარებისკენ არა, ისე იქცევია რომ არანაირი საშუალება არ ქონდეთ, ანუ ხიდებს წვავენ. რომ არ ქონდეთ არანაირი საშუალება მოაგვარონ მაგალითად ოსებთან ურთიერთობები. ისეთ საკითხებს, ისე სვავენ საკითხებს, რომ ოსება თქვენ როგორ შეიძლება ცხოვრება. გამორიცხულია. ანუ არანაირად არ აძლევენ საშუალებას კონფლიქტს მოგვარების და ამით აბარებენ რუსეთს, რომ უნებიან ნაციონალურ მოძრაობამ კომისიის დასკვნელს იყო. ნაციონალურ მოძრაობამ ჩააბარა ცხინვალი, ქვია დაკარგა. ომი დაიწყო და თავარსარდალმა და ამის შემდეგ იწყება სწორედ სხვათა შორის აი ეს ყველაფერი, რასაც ესე აქტიურებს ქართული ოცნება. ჩვენ ვერ ვიბრუნებთ, ანუ არ გამოდის ამ ხალხთან საერთო ენის გამონახვა ოსებთან, ამიტომ გვირჩევნია რომ აი თვითონ როგორც ითვისეთ თქვენ. თავარია აღიარებისკენ შეიძლება იმდენ არ მიდის, შეიძლება ხელი არ მოაწერონ აღიარებას, მაგრამ ხელს არ უშლიან რუსეთს. პირიქით ხელს უწყობენ. ანუ ხიდების დაწვით ოსებთან ურთიერთობები და ის რომ ოსები დავაინტერესოთ ახალ საქართველოში ცხოვრებით მათთან ერთად და ვაჩვენოთ რომ რუსეთსა და საქართველოში არის ძალიან დიდი განსხვავება და ჯობია ჩვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ. ამის ნაცვლად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ ოსებს არანაირი სურვილი არ ქონდეთ საქართველოსთან ურთიერთობის. ამას ხედავ ჩვენ ახლა. როგორ აისახება აფხაზეთზეც იგივე აი ეს ოკუპირებულ აფხაზეთზეც იგივე ის რაც ხდება ახლა ოსეთთან დაკავშირებით. რაღაც გარკვეულწილად აფხაზეთს უკვე დიდი ხანი ხდება, იმიტომ რომ აფხაზეთში ჩატარდა რამოდენიმე ესეთი რუსეთმა ჩაატარა სპეცოპერაციები და განახორციელა ღონისძიებები, სადაც ჩვენ არ ჩავრეულოთ საერთოდ. მაგალითად წამოიწყო აპარატელების დიდი კამპანია, აფხაზები წინ გამოვიდნენ და პირიქით თავისი დე-ფაქტო პრეზიდენტი ჩამოაგდეს კიდევაც ამის გამო. ჩვენგან სრული დუმილი, არანაირი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ოკუპირებულ ამ ორ ტერიტორიაზე სრულიად განსხვავებული ვითარებაა და რუსეთის გეგმებიც შეიძლება სხვადასხვა არის ორივესთან მიმართებაში. დე-ფაქტო პრეზიდენტმა თანამდებობა დაკარგა ბჟანიამ მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს რუსეთი არ უნდოდა, რუსეთის პოლიტიკა არ უნდოდა. ეს იყო პირველი რეალური მკაფიო ანტირუსული ქცევა და ჩვენმა ხელისუფლებამ აი ლაჩრულად დადონდა, ხმა არ ამოუღია, არანაირი განცხადება არ გააკეთა, რომ ეს რუსეთი ამღვრევს წყალს აფხაზეთში. ეს იყო აპარატელები, ეს იყო ბიჭვინთის მიწების რუსულ საქმეს აკეთებს ქართული ოცნება
შეგვიძლია ვთქვა. აი მე ვახსენე, მე არ ვიცი ნახეთ თუ არა, მაგრამ ბევრი თემა არის ისეთი, რაც სწორედ აქეთკენ მიყავს ადამიანის ფიქრი. იგივე ეხლა რაც ხდება საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, იგივე ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევა, აი ეს ყველაფერი, ის ცვლილებები რაც შედის, ეს რაზეც ეხლა მე და თქვენ საუბრობთ, აჩენს მუდმივად იმ მთავარ კითხვას, რომ რისთვის აკეთებს ამას ქართული ოცნება. ვადამდელი არჩევნებისთვის, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, იმიტომ რომ 78 მუხლი ამოიღოს კონსტიტუციიდან და ნიკა გვარამიას ჰქონდა ძალიან საინტერესო სტატუსი და ის სვავს აი ასეთ კითხვას. ვადამდელი არჩევნები თუ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. შეიძლება ბატონო პაატა და თქვენ ფიქრობთ, რომ მთავარი მიზანი შეიძლება იყოს სწორედ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მით უმეტეს იმ კომენტარის გათვალისწინებით, რაც პრემიერად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსეთშიც ცხოვრობენ ემიგრანტებიო და მათ არა აქვთო არჩევნებში მონაწილეობის უფლებაო. ნიკა ძალიან საინტერესოდ და ვცლად წერს ამასთან დაკავშირებით. დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას იოლი არ იქნება. მე მგონი რომ ქართულ ოცნებას აწყობს აი ესეთი შუალედური ვითარება, იმიტომ რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ავტომატურად გამოიწვევს აფხაზეთის და საფრთხის აღიარებას საქართველოს მხრიდან. იმიტომ რომ სოხუმში და ცხინვალში უკვე არის რუსეთის საელჩოები. ამიტომ მე მაინც მგონია რომ ქართულ ოცნებას აწყობს ევროპიდან წამოსვლა, ევროკავშირიდან წამოსვლა, ნატოდან წამოსვლა და მოახერხოს მაქსიმალურად ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის მხარდაჭერით. რუსეთის მთავარი საშინაო დავალება ჩვენთვის დღეს მოცემული არის ის, რომ არ მივდიოდეთ ევროპაში და არ მივდიოდეთ ნატოში. ესა მთავარი ამოცანა. მე მაინც ეჭვემპარება, რომ არც მივდივართ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და ის რაც წერია კონსტიტუციაში, ესეც აბსოლუტურად ფორმალურად არის ოცნების ხელისუფლების პირობებში. ამიტომ მე მაინც გონია რომ ჯერჯერობით ლაპარაკი არ დაუწყეთ. შეიძლება იყოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. აი სწორედ იმიზნითო ამას წერს გვარამია, რომ მაშინ თანაბარ ვითარებაში ჩავაყენოთ ყველა ემიგრანტი. ანუ სავაჭრო თემა ბიძინა ივანიშვილისთვის, ოღონდ მთავარი მიზანი აქ არის ემიგრანტების თემა, სხვა ძალიან მძიმე თემაა, მაგრამ პირდაპირ კავშირში მე ვხედავ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან. ემიგრანტების თემა რა არის? რომ ემიგრაციაში როგორც წესი არიან, თქვათ ასე ადამიანები, მშრომელი ადამიანები, ან ცნობილი ადამიანები, მსახიობები, მხატვრები, ხელოვნები, ან მშრომელი ადამიანები, ვინც ახლა ზარმაცი ადამიანი ევროპაში დიდხანს ვერ გაძლებს. რომელსაც გავლენა აქვს თავიანთ ნაცნობებზე, ახლობლებზე, მეზობლებზე, საზოგადოებაზე ზოგადად. მათი მიერ დამოკიდებულება ქართულ ოცნების მიმართ ხდება მისი პროექცირება მრავალ ადამიანზე. და ის რომ ემიგრაციაში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი ქართულ ოცნების წინააღმდეგ გაძლევს ხმას, გავლენას ახდენს არჩევნებზე. შეიძლება ესეთი მართლა ელოდება ასევე გავლენას მოახდენს თუ იმათ მისცემენ რუსეთში ვინც არიან. რა თქმა უნდა, ამდენ შესაბამისად ოღონდ უკვე რუსეთის და ოცნების სასარგებლო ხმის უფლება, რათა არ ჩანდეს ემიგრანტების სერიოზული დამოკიდებულება, მიუღებელი დამოკიდებულება ქართულ ოცნების მიმართ. მაგრამ ამას პირდაპირ კავშირში ვერ ხედავ, მაგრამ ბოლო კითხვას დაგისვავ და ბოდიშის მოხდით უნდა დაგემშვიდობოთ, სხვა სტუმარიც მელოდება და ამიტომ შემცირდა სტუმრებთან საუბრის დრო. როდესაც თქვენ იყავით ოცნების ხელისუფლების წევრი, ატყობდით აი ამ ტენდენციას ბიძინა ივანიშვილს, რომ ის რუსეთის ემისარი იყო საქართველოში. ჩვენ რომ მომდებოდა ჩვენთან არ იქნებოდა მაშინ. ანუ ჩვენ რომ მოვდივართ მე ხდება. ეხლა მე მარტო ხარ ვიყავი მასთან, რამოდენიმე პარტია იყო იქ, ალასანის პარტია იყო, რესპუბლიკელები ვიყავით ყველა და ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვაკურდებოდი და ნამდვილად არ ჩანდა პირიქით მაქსიმალურად ხელს უწყობდა ჩვენი მაგალითად პოლიტიკის გატარება. სასამართლო რეფორმა იქნებოდა თუ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა იქნებოდა თუ დეცენტრალიზაცია. ეს 16 წლიდან იწყება, როცა აშკარად ჩაქვსნა და მოიყვანა კობახიძის გუნდი და უფრო 20 წლიდან იწყება, როცა უკვე სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურში გასვლის შემდეგ აშკარად მიხვდნენ, რომ აქტიურდება მას შემდეგ, როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და ჩვენ მოვამზადეთ ცვლილებები კონსტიტუციაში, ანუ ამ გუნდმა 78 მუხლის სახით. ჩვენ წამოვით მე მიიღეს. ანუ ჯერ კიდე ტენდენცია არის ევროპული ნატოს მმართველის მოძრაობა. და იგივე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატი დღე გვეუბნება ამას. სალომე ზურაბიშვილის კანდიდატის წამოყენებაც იყო ჯერ კიდე ევროპასთან თამაშის და ევროპასთან ურთიერთობების რაღაცა ცდილობები. და უკვე ჩანდა კობახიძის მოყვანით, მაგრამ მაინც ჩემი აზრით 20 წლიდან იწყება ყველაფერი ეს.